მეგობრობის ხიდი ქართლოსი და ევროპის დემოკრატიის ფონდი წარმოგიდგენთ გადაცემას ახალგაზრდების ცვლილებებისთვის. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ახალგაზრდების ცვლილებებისთვის. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ესენი გახლავთ ნათია ხაჩრეშვილი და ნათია ბალხამიშვილი. მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მსმენელს მე შევახსენებ, რომ გადაცემა მზადდება ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონულ დონეზე საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროპის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით მეგობრობის ხიდი ქართლოსი ახორციელებს. ნათია, დავიწყოთ ამ პროექტში საიდან მოხდა? მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ამ პროექტში ყოფნა და მე ორივეს დაგისვამთ საერთო შეკითხვას, რა როლს გრძნობთ ამ პროექტში მონაწილეობისას? პროექტში ჩავერთე ივლისიდან და როდესაც ვავსებდით გრაფას, ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ ეხებოდა უშუალოდ იმ პრობლემებს, რომლებიც მართლაც მწვავედ დგას ჩვენს რეგიონში, კერძოდ ჩემს სოფელში, სამთავისში. ჩავერთე, ჩემი იქ მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ უნდა წარმოადგინოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს მართლაც მტკივნეული თემები, თუნდაც გაზიფიცირება, იქნება ეს ამბულატორიის თემა, ინტერნეტი, ინფორმაციის წყაროთ და ასე შემდეგ. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ და ჩვენი მიზანია, რომ გავაცნოთ, მოვხდინოთ ადვოკატირება კასპიის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ასევე გამგებელთან და მოვახსენოთ ის პრობლემები, რომლებიც მართლაც მოგვარებადია და შეიძლება, რომ მათი უშუალო ძალისხმევით ეს პრობლემები აღმოიფხვრას. და ნათია, რას ფიქრობ, რა როლი გაქვს ამ პროექტში შენ? პირველ რიგში ჩვენი სოფლის პრობლემები უნდა გავაცნოთ ზემდგომ ორგანოებს, საკრებულოს, გამგებელს, რადგანაც ყველამ არ იცის რა პრობლემებია თვითონ სოფელში და პირველ რიგში ჩემი მიზანი ის არის, რომ რაიმეთი მაინც დავეხმარო იქ მყოფ მოსახლეობას, რადგანაც ახალგაზრდები მუდმივად გაედინებიან ჩვენი სოფლიდან და თითქმის მარტო მოხუცი თაობა რატომ გადიან? არ არის საშუალება, არა ინტერნეტი, არ არის გაზი, ყველანაირად შეზღუდული არიან, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ და ასე რომ ყველა მიდის ქალაქში თავისი პრობლემა, თავის გამოსარჩენად, ასე ვთქვა. ადგილის დასამკვიდრებლად. და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მემორანდუმიც გააფორმეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. რა გულისხმობს ეს მემორანდუმი და რა არის გათვალისწინებული ამ მემორანდუმის ფარგლებში? ესე იგი, მემორანდუმი გულისხმობს ორწლიან თანამშრომლობას კასპიის ახალგაზრდულ ჯგუფსა და საკრებულოს შორის. ეს არის ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას მივეცით ოფიციალური სახე, რომელიც 2 წლის განმავლობაში ჩვენს თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ გავაცნობთ საკრებულოს სოფელში არსებულ მდგომარეობას და მათი დახმარებით შევეცდებით მაქსიმალურად აღმოფხვრათ ის პრობლემები, რომლებიც ნამდვილად მოგვარებადია და შეგვიძლია რომ მოვაგვაროთ. ნათია, რა მაინტერესებს? შენ ახსენე, რომ თქვათ ინფორმაცია შესაძლოა არ ქონდეთ, რაც ხდება სოფლებში, ხელისუფლებას. ანუ თქვენ როგორ მიაწვდით მათ ინფორმაციას, ანუ ეს გადიხართ მოსახლეობასთან, იგებთ რა უჭირთ, რა უხინთ, მერე მიდიხართ ხელისუფლებასთან, თუ აი ეს მემორანდუმი რას მოიცავს აი ამ მიმართულებით რომ ვისაუბროთ? ჩვენ შეგვიძლია საკრებულოს სხდომებს დავესწროთ, ჩვენი იდეები გავიტანოთ, გავაცნოთ პრობლემები, რაც ჩვენს სოფლებში არის და შეიძლება მათ შემდგომ ის ბიუჯეტი, რაც უკვე გაწერილი აქვს, შეიტანონ ცვლილებები და დაგვეხმარონ. ანუ მიზანი ჩვენი ესაა. დავამატებ კიდევ იმას, რომ ჩვენ როგორ უნდა მიგვეწვდინა ხმა საკრებულოსთვის და ზემდგომი ორგანოებისთვის, ზოგადად რამდენიმე ტრენინგის შემდეგ, ანუ ეს აგრეთ წოდებული ადვოკატირება შევისწავლეთ, რის საფუძველზეც შეგვიძლია ზუსტად მივაწოდოთ ინფორმაცია, იქნება ეს ფოტომასალა, იქნება ეს ჩვენი მიერ დაბეჭდილი სტატიები მოსახლეობასთან გასაუბრად და ასე შემდეგ. როგორი არის მზაობა მათი მხრიდან, თუ არის, რა თქვეს, როცა უკვე მემორანდუმის ტექსტი წაიკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითონ მათთვის თქვენი თანამშრომლობა? მათ სრული მზადყოფნა გამოაცხადეს, გითხრეს, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ ჩვენი იდეების განხორციელებაში და ეს მათი ინტერესებშიც შედიოდა, რადგანაც მათაც სურთ, რომ განვითარებული იყოს მათი სოფლები. და რამდენიმე პრობლემა უკვე გამოიკვეთა თქვენი მუშაობის პროცესში, როგორც მითხარით გადაცემის დაწყებამდე. მოდი ვისაუბროთ გაზიფიცირებაზე. რა ხდება გაზიფიცირების კუთხით? ნათია, მოდი გითხარით. რა საიდან როგორ რა საშუალებებით ხდება, ასე ვთქვათ, ზამთრის სეზონს ადგილობრივი მოსახლეობა?
ჯერ დავიწყեմ რომ სოფელში არის გაზი, მაგრამ ეს არის ეკლესიაში, სკოლასა და პოლიციაში. მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას არ აქვს გაზი, რადგანაც თვითონ არ აქვთ იმის საშუალება რომ თავიანთი სახსრებით გაიყვანონ მილები შეიძინონ და რაც საჭიროა. ეს რა ტერიტორიაზეა საუბარი? სამთავისში. და ანუ ყველა სოფელში სადაც კი გაყვანილია გაზი, აქვთ განვადებით გაკეთებული და ეს უფრო მეტად უადვილდება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას. ამიტომ ჩვენთან არავინ არ გამოჩნდა ასეთი კომპანია, რომელიც დაგვაფინანსებდა. მსმენელისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, როდის მოხდა თვითონ საერთო მილის შეყვანა სოფელში და შემდეგ როგორი იყო დაპირება, თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, ანუ მოსახლეობას თვითონ უნდა გაეყვანა საცხოვრებელ სახლამდე, ვიღაცა დაეხმარებოდა თუ რა შეპირდნენ მაშინ მოსახლეობას? თუ არ ვცდები 2 წლის წინ შემოიყვანეს პირველად გაზი და ეს იყო პოლიციის შენობაში შეიყვანეს და მოსახლეობას როდესაც გამოიყოფდა ხოლმე თანხა ეუბნებოდნენ რომ მთავარ მილებს დაუყენებდნენ, მაგრამ დანარჩენი შემდგომ თვითონ მოსახლეობას უნდა გაიყვანა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული და ერთდროულად არ შეუძლია მოსახლეობას რომ შეაგროვოს თანხა და გაიყვანოს ეს გაზი, რადგანაც უმეტესობა არის უმუშევარი და ზოგი პენსიონერია, ზოგს დახმარება აქვს, მათ უფრო მეტად აწყობთ რომ იყოს განვადებით და თვეში რაღაც თანხა ჰქონდეთ გადასახდელი და რამდენიმე წლის განმავლობაში ეს თანხა დაფარონ. ანუ ეს არის ერთადერთი ალტერნატიული გამოსავალი, თქვათ რომ მოსახლეობაში ეს გაზიფიცირების პრობლემა მოყვარდეს. კი, სხვა გზა არ აქვს. ანუ თვითონ არ აფინანსებენ, რადგანაც ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამას ვერ შეძლებს თვითონ ანუ სოფლის მუნიციპალიტეტი. ხელისუფლებას, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მიმართეთ, უკვე თუ დააყენეთ ეს საკითხი ხელისუფლების წინაშე? ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ გადაუჭრელია. მათი პოზიცია როგორია? ხელისუფლების წარმომადგენლები რას ამბობენ თქვენთან საუბარში, როცა მიდიხართ ეუბნებით რომ კონკრეტულ სოფელში ეს პრობლემაა, აი კონკრეტულად გაზიფიცირებაზე რას ამბობენ? თვითონ არ შეუძლიათ თავიანთი სახსრებით გამოუყონ თანხა და ეს მილები გაიყვანონ თითოეულ ოჯახში. ანუ ერთ-ერთი ალტერნატივა ის არის რომ მოსახლეობამ გადაიხადოს ფული, მაგრამ ეს ნაწილობრივ იყოს. და არსებული პრობლემის ფონზე მოსახლეობას უწევს კონფლიქტის ზონაში არსებული ტყიდან შეშის, ასე ვთქვათ, ზიდვა. და ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 მოქალაქე დააკავეს ახმაჯის ტყიდან, რომელიც მდებარეობს სამთავისთან ახლოს და მაინტერესებს ერთ-ერთი თუ არ ვცდები თქვენი სოფლიდანაც არის. რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით? იყო თუ არა მართლა შეშაზე გასული ეს ადამიანი? კი, შეშაზე მთელი სოფლის მოსახლეობა შეშით თბება, ამიტომაც უწევთ რომ წავიდნენ და შეშა ჩამოიტანონ ტყიდან, მაგრამ ეს ახლო ტერიტორია ტყისა აღარ არის რომ მოსახლეობამ დაიკმაყოფილოს ეს შეშის პრობლემა, ამიტომაც უწევთ კონფლიქტის ზონაში ახლოს მისვლა და სწორედ 2 თუ 3 დღის წინ ამის გამო დააკავეს ერთი სამთავისი და 2 ბოშმელი. და რა ტერიტორიაა ეს? შორი მანძილის გავლა უწევთ და არის რაიმე თქვათ ნიშნულები მასთან დაკავშირებით რომ თქვათ იქით გადასვლა აღარ შეიძლება, მაგრამ მოსახლეობას არსებული ვითარებიდან გამომდინარე მაინც უწევს გადასვლა თუ საერთოდ მოსახლეობისთვის უცნობია სად გადის ეგრეთ წოდებული საზღვარი? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეგრეთ წოდებული საზღვარი ჯერ გავლებული არ არის და ამიტომ მოსახლეობისთვის არ იყო გარკვეული სად შეიძლებოდა რომ ისინი გადასულიყვნენ, თუმცა როდესაც დაიჭირა დააკავეს ახლა ეს რამდენიმე ადამიანი, შემდეგ უკვე გახდა ცნობილი და სწორედ გორის გუბერნიიდან იყვნენ ახალ წარმომადგენლები და აცნობეს რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ სახიფათოა მათი მისვლა და ამიტომ საერთოდ აეკრძალათ დღეს ახლომახლო მდებარე ტერიტორიაზე მისვლა, რაც იმას ნიშნავს რომ მთელი სოფლის ფაქტობრივად ნახევარი მოხუცები იქნება ეს ბავშვები და შემდეგ რჩებიან გათბობის გარეშე ზამთარში. ანუ აქამდე როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ ტყიდან ზიდავდნენ შეშას ადგილობრივები. თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა? მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა ჯერჯერობით. მიმდებარე ტერიტორიაზე იყო რაღაცა პატარა ნაწილი, რამდენიმე წლის წინ შემდეგ ეს მოიჩეხა, ასე ვთქვათ, უფრო ზემოთ აიწიეს მოსახლეობა, ზემოთა ტყეში, რომელიც თურმე ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მდებარეობს და კი ნახეთ შედეგი. დღეს საბედნიეროდ გამოშვებულები არიან ეს ადამიანები. გასაგებია და როგორია მოსახლეობის განწყობა ამ ფაქტის გამო? თქვენ ახსენეთ რომ ერთადერთი საშუალება არის რომ შეშა მოიტანონ,
ვიდრე გაზიფიცირების პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობა ალბათ ბუნებრივიც არის, რომ შეშფოთებული იქნებოდა გადაადგილებას ერიდება ამ ტერიტორიაზე. თქვენ რას ფიქრობთ, საიდან შეიძლება რომ გათბობის საშუალება აი ამ ყველაფრის ფონზე დაიკმაყოფილონ და მოიტანონ ადამიანებმა? ერთადერთი საშუალება არის გაზის გაყვანა მოსახლეობის სახლებში, ასე ვთქვათ. შეშფოთებულია მოსახლეობა, რადგანაც აღარ იცის, რადგანაც თუ წავლენ და შეშას მოიტანენ, საფრთხეში არიან, რომ მათაც ისინიც არ დააპატიმრონ და თუ არ მოიტანენ, მეორე უკიდურესობაში არიან მთელი ზამთარი, თანაც სოფელი და ძალიან ცივა, როგორ უნდა გაატარონ. მithumetes ვისაც პატარები ყავს. ანუ ხუცები არის ეს შემთხვევებიც. ანუ ჯერჯერობით რეაგირება ამაზე ზემდგომი ორგანოებიდან არ არის. და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სხვა საშუალება არ არის, მაგალითად თუ იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტყე, მაგალითად. ერთადერთი არის იქვე ფერდა, მაგრამ იქ თუ დაიწყებენ შეშის ჭრას, მაშინ ზვავი ჩამოწვება და აქაც საფრთხე არის ერთგვარი. ამიტომ მოსახლეობა სულ გაურკვევლობაშია. ამასთან დაკავშირებით თუ გქონიათ ხელისუფლებასთან საუბარი, აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და შეშის პრობლემა, თქვათ, შეშის პრობლემაც არის რეალურად, არა მხოლოდ გაზის. და ფაქტობრივად აღარ არსებობს ტერიტორია, საიდანაც შეიძლება შეშა მოზიდოს ადამიანმა, თუ გარკვეულ საფრთხეში არ ჩაიგდო საკუთარი სიცოცხლე. თავად სოფლის გამგებელი იყო ჩართული ბუნებრივია, როცა სოფლის მოქალაქეს აკავებენ და ასეთ რთულ ვითარებაში უწევს. ყოფნა ჩაერთო როგორც სამართალდამცავები, ასევე ჩაერთო გამგეობაც და ან ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის, როგორ შეიძლება მოსახლეობას დავეხმაროთ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მოსახლეობა ვეღარ მიდის ტყეში და გაჩერებული არიან, ან ვეღარ ჩამოაქვთ შეშა. და კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა თქვენი მუშაობის პერიოდში ამბულატორიასთან დაკავშირებით რა ხდება? სამედიცინო დაწესებულება საერთოდ არ არსებობს სოფელში, ან მაგალითად რას მიმართავს მოსახლეობა, როცა ამის საჭიროება არსებობს? დავიწყებ იქიდან, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ სოფელს კერძოდ სამთავისი ამბულატორია გააჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამთავისი რამდენიმე თემს მოიცავს, კიდევ ეს არის თოგონიან, ტყარი, ბოჟამი, ეს ანუ ძალიან არიან დაშორებულების სამთავისიდან არ არის გზა მიუვალი, ანუ ასე ვთქვათ, რთული ვითარება ამ მხრივ და მოხუცებს უჭირდათ ჩამოსვლა ჯერ კიდევ სამთავისში. თუმცა ახლა მოხდა ისე, რომ რაღაცა გამოთვლების საფუძველზე გამოიანგარიშეს საშუალო, რის შემდეგაც სამთავისის საექიმო ამბულატორია გადავიდა, ასე ვთქვათ, რგვალიჭალა იგოეთის საზღვარზე და პარადოქსია, მაგრამ ისევ სამთავისის საექიმო ამბულატორია ქვია, რის შემდეგაც კიდევ უფრო გაუგრძელდა გზა სამთავისის თემში შემავალ სოფლის მოსახლეობას და ესე იგი, თავად ამბულატორიას მიუხედავად იმის, რომ ახალი აშენებულია, უამრავი პრობლემა გააჩნია, არ აქვს გათბობა, ასევე არ აქვს დენი და წყალი. ანუ არც ერთი საარსებო რესურსი, ასე ვთქვათ, არ არსებობს ამბულატორიაში. და ამიტომ არ ფუნქციონირებს? ფუნქციონირებს, რამდენადაც ვიცი, ანუ დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და შუქი ალბათ საჭირო არ არის. გათბობას რაც შეეხება თავად საკუთარი ფინანსებით ყიდულობს სამედიცინო მუშაკები ყიდულობენ შეშას და იმით თვებიან ღუმელი უდგავთ შეშის. მიუხედავად იმისა, რომ შეშაც პრობლემაა ამ დროს. კი, ამ დროს შეშაც პრობლემაა. და წყალიცაც ახლო მდებარე ონკანიდან ეზიდებიან. და რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით ამ ამბულატორიის პრობლემასთან დაკავშირებით? სათანადო პირობები როგორ უნდა შეიქმნას, ვინ უნდა ჩაერთოს და რა ალტერნატიულ გზებს ხედავთ აი ამ ამბულატორიის, ასე ვთქვათ, კარგ პირობებში მუშაობის? ან ჩვენი ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია და რაც ძალგვიც ეს არის, რომ მოვახდინოთ ადვოკატირება, გავაცნოთ, გავიტანოთ საკრებულოს სხდომაზე ეს პრობლემა და შემდეგ უკვე მათზეა რამდენად დაგვეხმარებიან, თუმცა ვფიქრობ, რომ დენის გაყვანა, იგივე გაზის შეყვანა არ უნდა იყოს იმდენად აღმოფრქველი პრობლემა, ეს ვფიქრობთ, რომ მოგვარებადია და დაგვეხმარებიან. ნათე, რაც დაამატებ აი ამ ამბულატორიასთან დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, თვითონ
ხელისუფლების მხრიდანაც იყო ინტერესი, ხო? ანუ რამდენად საჭიროა მოსახლეობისთვის და რაღაც გამოკითხვას ჩატარდა თუ არ ვიცი. კი, ეს გამოკითხვა ჩატარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხი მიიღეს ის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დადგენილია და ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, მაგრამ არის კიდევ სხვა პრობლემაც. სამთავისის და მით უმეტეს ბოჟიმის მოსახლეობა ვერ ჩადის იგოეთის გადასახურთან ამბულატორიაში, რომელსაც სამთავისის ამბულატორია ჰქვია. რა მანძილია დაახლოებით? ბოჟმიდან იქნება ასე 4 კილომეტრი მინიმუმ, იმიტომ რომ მთელი უნდა გამოიარო მთელი ბოჟამი, რომელიც სამთავისთან აკავშირებს საკმაოდ ვრცელი მანძილი, ასევე მთელი სამთავისი და იგოეთი. ამჯობინებენ რომ ამჯობინებენ ამ დროს ალბათ უფრო სხვაგან წასვლას იმიტოჭი ქალაქში, თუნდაც ქალაქში ჩასვლას, იმიტომ რომ ბოჟმიდან ტრანსპორტიც არ არის, რომელიც არათუ სამთავის, არამედ იგოეთს დააკავშირებს. მოუწევთ სამთავისამდე ფეხით ჩამოსვლა, შემდეგ თვითონ სამთავის არ ყავს ტრანსპორტი, რაც ყველაზე საშინელებაა და ველოდებით ზემო სოფლიდან, ქვემო ჭალიდან მომავალ ტრანსპორტს და აი ასე რთულ პირობებში უწევთ მოსახლეობას და ალბათ თავიანთი ავადმყოფობაც კი ავიწყდებათ ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდი პრობლემა. ბავშვები არიან, სამთავში მით უმეტეს ვირუსებია და ძალიან რთული პირობებში უწევთ ცხოვრება ამ მოსახლეობას. ეს გამოკითხვა რომ დავაკონკრეტოთ უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობდა ეს გამოკითხვა, ვინ ატარებდა? გამოკითხვას როგორც ჩემთვის ცნობილია, სამედიცინო მუშაკებთან გასაუბრების შედეგად გავიგე რომ გამოკითხვას ხელს აწერდა კასპის გამგებელი ბატონი გოჩიტაშვილი. გამოკითხვა მოიცავდა თუ რა უნდა დაეწერათ წერილობითი ფორმით უნდა მიემართათ მედიცინის მუშაკებს რა პრობლემა აწუხებდათ და როდესაც მათ დაუწერეს თავიანთი პრობლემები, პასუხი მიიღეს ასეთი რომ სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით. და რეალურად რა ხდება ამბულატორიაში, რა არის საჭირო, როგორ უნდა შეივსოს, ასე ვთქვათ, ეს ამბულატორია თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ ნიქოზში განახლებული, ასე ვთქვათ, რესურსებით დაიწყო ფუნქციონირება ამბულატორიამ, აი ამასთან პარალელების გავლებით, რას ფიქრობთ, რა აკლია დღეს თქვენს ამბულატორიას? ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასურველი იქნება თუ კი ამბულატორია საწყის პოზიციას დაუბრუნდება და მიუხედავად იმის, რომ ის ტერიტორია ისევ არსებობს და შენობა მართალია არ ფუნქციონირებს დღეს და საკმაოდ დანგრეულია, ძველ შენობაზე მაქვს საუბარი, შესაძლებელია მისი აღდგენა და თუნდაც იმიტომ, რომ იგივე სამთავისის თემში შემავალი სოფლები ადვილად მაინც დაუკავშირდნენ და უფრო შეუმოკლეთ მანძილი, სასურველი იქნება თუ კი ძველ პირვანდელ ადგილზე იარსებებს ამბულატორია. ესე იგი, გაზიფიცირება და ამბულატორია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ნათია, როგორ ახერხებთ აი ამ პრობლემების მოგროვებას, როგორია მუშაობის პროცესი, ადგილზე გადიხართ, იწერთ, ინიშნავთ პრობლემებს თუ რაღაც გარკვეული სახის გამოკითხვას ატარებთ თქვენც. როგორ აგროვებთ ამ პრობლემებს? მოსახლეობასთან გასაუბრებით პირველ რიგში თუ რა აწუხებთ მათ და შემდგომ უკვე ჩვენც ვაგროვებთ ინფორმაციას ახალგაზრდებიდან, მოხუცებს რა აწუხებთ და შემდგომ გაგვაქვს ეს პრობლემა. გარდა ამ პრობლემისა, რა იკვეთება კიდევ? კიდევ ინტერნეტი, მოსახლეობა არის, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი და არ აქვთ ინფორმაცია, მხოლოდ მიჯაჭვული არიან ტელევიზიას, სხვა არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ინტერნეტი არ არის, არ არის ბიბლიოთეკა, რაც მთავარია. ბიბლიოთეკა იყო და როგორც მე ვიცი, კასპში გადაიტანეს შემდგომ და ახალგაზრდები ყოველგვარი ინფორმაციის წყაროს გარშე არიან დარჩენილები. რა საკეთებენ დღეს ახალგაზრდები? რითი არიან დასაქმებულები? სამწუხაროდ მე ვიტყვით შეიძლება სამწუხაროდ ახალგაზრდების უმეტესობა დღესაც გქონდა საუბარი, როდესაც ჩაწერაზე მოვდიოდი, ანუ ვინც წავიდა სოფლიდან და ვინც იპოვა თავისი გზა, შეიძინა პროფესია, უკან არავინ არ დაბრუნებულა. სამწუხაროდ დღეს დადის მცირედი ნაწილი ბავშვების სკოლაში, იმიტომ რომ ბავშვების დეფიციტია დღეს უკვე და ის ახალგაზრდები, ვინც უნდა დაბრუნდეს უკან და თავისი საქმე გააკეთოს, ასე ვთქვათ, სოფლისთვის, სამწუხაროდ უკან არავინ აღარ ბრუნდება, აი უკვე აქ არსებული პრობლემის გამო, რომელიც უკვე ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია სოფელში დღეს ცხოვრება, იმიტომ რომ არ არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, გაზი, არ არის ინტერნეტი, ასევე წყლის პრობლემა ზოგ უბანში ისევ, ვინც მდინარესთან ახლოს არის, მართალია გააკეთეს ჭაბურღილები და ამით მარაგდებიან, თუმცა რამდენიმე წელია უკვე მუშაობა მიდის წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე აღმოუხრალია. ხელისუფლებასთან როგორ წარმოგიდგენიათ, აი თქვენ მაგალითად იდეებს დააყენებთ, როგორ უნდა მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, თუ უბრალოდ ისმენთ მათგან პასუხებს იმ კითხვებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს?
პირველ რიგში მოსახლეობას ვეკითხებ თუ რა აწუხებთ და შემდგომ ამ მოსახლეობის პრობლემებს გავაცნობთ ხელისუფლებას. როგორ ფიქრობ, არ იციან, არ იცნობენ ამ პრობლემებს? უმეტეს შემთხვევაში, ანუ რეგიონში, მთლიან რეგიონში არის ასეთი პრობლემები და არ მგონია ყველა მიცოდეს რომელ უბანში რა პრობლემა. ეხლა სამთავროში რომ თქვით, არის ზოგიერთი უბნები, რომელიც წყლით მარაგდება, მაგრამ არის უბნები, რომელსაც საერთოდ არ აქვს წყალი და ზოგიერთს ჭაც არ აქვს. ამიტომ წყლის პრობლემაც ძალიან აქტუალურია. საიდან ეზიდებიან მაგალითად ეს ადამიანები წყალს? ანუ მეზობლებს თუ აქვთ ეს ჭა ამოთხრილი, უწევთ ძალიან დიდ მანძილზე ამ წყლის სიტუას სახლებში. არის ერთი ცენტრალური წყარო სოფლის ცენტრში, საიდანაც უმეტესწილად იქიდან ეზიდებიან მოსახლეობა წყალს, როგორც შემდის. საკრებულოს ხდომებს თუ ესწრებით, ან თუ დაესწრებით ამ მემორანდუმის ფარგლებში და ჩართულობა როგორი იქნება თქვენი ამ თქვათ იმ საკითხებს, რასაც მოისმენთ შემდეგ ამ საკრებულოს ხდომებზე, როგორ აპირებთ შემდეგ მუშაობას? საკრებულოს ხდომებს რამდენჯერმე დავესწარით, თუმცა ახლა უფრო მასიურ სახეს მიიღებს მას შემდეგ, რაც მემორანდუმი გაფორმდა. დავესწრებით საკრებულოს ხდომას, გავეცნობით დეპუტატების მიერ წარმოდგენილი პრობლემებს, მათ შორის ჩვენი სოფლის დეპუტატისგან. მასთანაც ვაპირებთ თანამშრომლობას, იმიტომ რომ საერთო მიზნები გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ მეტნაკლებად მაინც შევძლებთ ამ პრობლემების აღმოფხვრას. რას ამბობს თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა, თქვათ, უიმედოდ არის განწყობილი, თქვათ, წლების განმავლობაში მოგვარებელი პრობლემების გამო, თუ თქვათ, როგორი არის ჩართულობა თუნდაც ამ პრობლემების მოგვარების პროცესში მათ? თავიდან იყო ძალიან აქტიური მათ მხრიდან ეს ჩართულობა, მაგრამ შემდგომ რამდენიმე წელიწადი ეს პრობლემა დგას ძალიან აქტიურად და მოსახლეობა უკვე დაიღალა ამდენი მხოლოდ როდესაც არის კრება, ასე თქვათ, სოფლის მიდიან თავის პრობლემას გააცნობენ ხელისუფლებას და როდესაც სახლში ბრუნდებიან, ეს წლების განმავლობაში გრძელდება, არაფერი არ ხდება, იმ ცვლილებას ასკეთოთ არაფერი არ არის. ამიტომ ახლა უკვე არ არის იმდენად ჩართულობა და თითქოს შეგუებულები არიან ამ პრობლემებს. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანი ჩაერთოს თითოეული სოფლის პრობლემაში, პრობლემების მოგვარებაში და რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს თქვენთან ერთად, როდესაც ხელისუფლებამდე მიიტანთ ამ თუ იმ პრობლემას. გასაგებია, რომ თქვათ, უიმედოდ არიან განწყობილები გარკვეულწილად ნაწილი მოსახლეობის, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს თქვენმა ჯგუფმა, რომ მოსახლეობა აყვეთ, ასე ვთქვათ, და გააქტიურდეს უფრო მეტად? ჩვენი მიზანია რომ თუნდაც ერთი პრობლემა მაინც რომ მოვაგვაროთ, ალბათ რაღაცა იმედის წყაროს გავუჩენთ მოსახლეობას და ისინიც რაღაცა იმედის ნაპერწკალი მათაც ჩაესახებათ, ვფიქრობ. მე მგონია რომ თუ კი დაგვეხმარება ზემდგომი ორგანოები, დაგვეხმარება სოფლის დეპუტატი, იქნება ეს გამგებელი და შემდეგ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ ვფიქრობთ რომ ყველანაირი პრობლემა მოგვარებადია. ჩვენი მიზანია სწორედ რომ ვიაროთ მოსახლეობაში, გავაცნოთ მას და მათ ჩვენი გეგმები, ჩვენი მიზნები და ვფიქრობ, რომ მათთან თანამშრომლობით მოვაგვარებთ ყველა პრობლემას. ახალგაზრდების გააქტიურებისთვის რა ზომებს მიმართავ და რა ნაბიჯებს გადადგამთ, თუ კი ვინმე დარჩათ ახალგაზრდა სოფელში? ძირითადად სკოლის მოსწავლეები დარჩნენ და ისინი, ანუ თავიანთი პრობლემები აქვთ, ასე ვთქვათ, იმდენად არ ერთვებიან, მაგრამ ახლა ვცდილობთ, რომ ისინიც ჩავთვათ პირველ რიგში. რა გზით ვცდილობთ? ანუ პირველ რიგში ჩვენ სოფელში უნდა მოვიდეს ინგლისურის მასწავლებელი, ჯერ ვცდილობთ, რომ მოვაგროვოთ ბავშვები, რომლებიც ამ ინგლისურზე ივლიან და თან აქ გავაცნობთ ჩვენს პრობლემებს, ჩვენს იდეებს, რა უნდა გავიტანოთ საკრებულოში. და შემდგომ უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობა გვექნება მათთან. ინგლისურის მასწავლებელს დავამატებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართლოსი, ანუ ქართლოს ჩამოყავს მოხალისე პედაგოგი და რომელსაც ეყოლება თარჯიმანი და გავუადვილდება სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა. და ახლა სწორედ მაგ თემაზე ვმუშაობთ, ვაპირებთ გავესაუბროთ სკოლის დირექტორს, რომელიც იმედი გვაქვს, რომ გამგვიყოს ფართს, თუნდაც მცირე პატარა ოთახს, რომელშიც პედაგოგები შეძლებენ ინგლისურის სწავლებას ახალგაზრდებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ინგლისური ენა მხოლოდ რამდენიმე წელია რაც ჩვენ სკოლაში შემოვიდა და სწორედაც რომ სჭირდებათ ახალგაზრდებს გაძლიერებული სწავლება და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ თუნდაც ამ პრობლემის აღმოფხვას. მოდი ვისაუბროთ თვითონ პროექტთან დაკავშირებით, რა გამოცდილება შეგძინათ ამ პროექტმა, რამდენ მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება რეგიონულ დონეზე
და თქვენ პირადად თითოეული თქვენთაგანი, ასე ვთქვათ, მოდი ცალ-ცალკე ვისაუბროთ, როგორ გრძნობთ თავს აი ვთქვათ, მანამდე როგორი იყო თქვენი აქტიობა შინაგანად, ასე ვთქვათ და ეხლა როგორი თავდაჯერებული ხართ აი ამ ტრენინგების გავლის შემდეგ. სანამ ამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, მანამდე მეგონა რომ ეს პრობლემები რაც ჩვენ სოფელში დგას აღმოუფხრელი და ყოველთვის ასე იქნება, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ამის შესაცვლელად. როდესაც უკვე ტრენინგები გავიარე, მე მივხვდი რა არის ჩემი უფლებები, რა შემიძლია გავაკეთო სოფლისთვის და ამის შემდგომ მე მჯერა რომ რაღაცას შევცვლით და ამ იმედგადაწურულ ადამიანებს ასე ვთქვათ იმის ჩაუსახავთ და მათთვის რაიმე სასიკეთოს გავაკეთებთ. ნათია, რას ფიქრობდი აი მანამდე, ვიდრე ამ პროექტში ჩაერთებოდი და თვითონ მოსახლეობა რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როცა რაიმე პრობლემა არსებობს, თქვათ, მე მაინც ვერ მოვაგვარებ, აი ესეთი დამოკიდებულება არის ხოლმე. შეუძლია თუ არა თითოეულ ადამიანს ან რაღაცა პატარა ჯგუფს შეცვალოს, ასე ვთქვათ, ცხოვრება კონკრეტულ დასახლებაში. სრულად შესაძლებელია ეს, სწორედ ამას ვცდილობთ ახლა მე და ჩემი ჯგუფი, ასე ვთქვათ. ჩვენი მიზანია რომ ეს პრობლემები რაც არის, მივტანოთ კასპიის საკრებულომდე და მათ გავაცნოთ ეს პრობლემები და შემდგომ უკვე ვიზრუნოთ იმაზე რომ აღმოფხვრათ და როგორმე შევცვალოთ. აი მაგალითად მიიღეთ რაღაცა დაპირება ამასთან დაკავშირებით, რომ მოვაგვარებ ამ პრობლემას, გითხრათ გამგებელმა. აი თქვენი მხრიდან მონიტორინგი თუ გაეწევა, როგორ მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება? კი, რა თქმა უნდა, რადგანაც წინა წლებშიც როდესაც იყო სოფლის კრება, ამბობდნენ რომ ამას გავაკეთებთ და შემდგომ ჩანდა რომ არაფერი არ კეთდებოდა და ჩვენც თუ ასე მოვიქცევით და აღარ ჩავერთვევით ამ პროცესში, ის ისევ ისე დარჩება. და არ შეიძლება არაფერი, ანუ პრობლემები არ მოგვარდება. ჩვენ თუნდაც უნდა ჩავერთოთ. გასაგებია. ნათია, რას ფიქრობ, რა შეცვალა შენ ცხოვრებაში ამ პროექტმა? ჩემ თავდაპირველად ანუ ქართლში მოხდა ისე გავიცანი უამრავი ადამიანი დავმეგობრდი მათთან ერთად გავხდით უფრო შეკრული ჯგუფი ერთად მუშაობთ შემცვალ უფრო აქტიური ადამიანი გავხდი ფიქრობ გავიცანი პრობლემებს ანუ ბევრი რაღაც ვისწავლე მათ შორის რა არის ადვოკატირება როგორ შეიძლება შენი პრობლემა და შენი თემის პრობლემა გააცნო საკრებულოს რა შეიძლება როგორ შეიძლება მოიქცე მოსახლებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ ფიქრობ საკმაოდ დიდი გამოცდილება უნდა ქართლოსმა წინ გვაქვს მთელი 2 წელი თანამშრომლობის და ვფიქრობ რომ ამ 2 წლის განმავლობაში შევძლებთ ძალიან ბევრი პრობლემის აღმოფხვრას. და როდესაც დასრულდება პროექტი, გავა 2 წელი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, ანუ გარკვეული თქვენი საქმიანობის პარალელურად გააგრძელებთ თუ არა ისევ თუნდაც ქალაქში ჩამოხვიდეთ და რაღაც ქალაქში დასაქმდეთ, ისევ აი ამ მიმართულებით თქვენ სოფელს გარკვეული დახმარება გაუწიოთ თქვენი ასე ვთქვათ აქტიურობით. დიახ, რა თქმა უნდა, მე ვგეგმავ ისევ რომ 2 წლის შემდეგაც გავაგრძელო. ან ჩვენ ახლა ვართ მოხალისეები, ასეთი ვთქვათ წოდება გვაქვს, ჩვენ მოხალისეები და აქტიურად ვართ ჩართულები, მიუხედავად იმის რომ სტუდენტები ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დრო გამოვნახოთ ამ ყველაფრისთვის და ვფიქრობ რომ თუ კი შევძლებთ და რა თქმა უნდა შევძლებთ რაიმე პრობლემების მოგვარებას უფრო და უფრო გავაქტიურდებით და უფრო მეტად შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს სოფელს და მე მზად ვარ რომ აქტიურად ვითანამშრომლო ქართლოსთან რომელმაც მართლა ძალიან ბევრი რამ შემძინა და ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტ შევიძენ ამ 2 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ნათია შენ გეტყვი. მეც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ამ 2 წლის შემდგომაც, რადგანაც მინდა რომ ჩემ სოფელში ისევ დაბრუნდნენ ახალგაზრდები და არ იყოს ასე მიტოვებული სოფელი, რადგანაც ნელ-ნელა იცლება მართლაც და ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ მათ. მინდა რომ რაც უფრო კარგი იქნება ჩემი სოფელი, მით უფრო ბევრ რამეში დაეხმარება ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ და გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა. მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ნათია ხაჩირაშვილი და ნათია ბალხამიშვილი კასპის ახალგაზრდული ჯგუფიდან. მე იმასაც გეტყვით რომ გადაცემა მომზადებულია ევროპის დემოკრატიული ფონდის მხარდაჭერით ქართლოსის მიერ განხორციელებულ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონულ დონეზე საქართველოში, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა წარიმართოს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობთ ნახევარს.